საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავლის სტუმარი გამორჩეულად ნიჭიერი პიანისტი გიორგი გიგაშვილია. ქართველი მაყურებელი მისი ინტერვიუებით არ ვართ განებიურებულები. ძალიან მიხარია რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ გიორგი და მინდა რომ თხრობა დავიწყოთ ბავშვობიდან. ყველაზე ტკბილად რა გახსენდება შენი ბავშვობიდან? მადლობა პირველ რიგში. ეს რუბრიკა რო დაიწყეთ, მგონი პირველი სტუმარი ნიკა იყო რაჭველი. კი, ნიკა იყო რაჭველი. მაესტრო და ახლა მიხარია რომ მეც ვარ, იმიტომ რომ ნიკას ძალიან კარგი ფეხი აქვს და მიხარია რომ მეც ვაგრძელებ მის გზას. რაც შეეხება ჩემ ბავშვობას, პირველი რაც მახსენდება არის ჰამლეტ გონაშვილის ხმა, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა პატარა რადიო და იმ რადიოში იდებოდა კასეტები და დედა ჩემს მქონდა არ ვიცი ჰამლეტ გონაშვილის კასეტა და აი იქიდან მახსოვს არ ვიცი მისი ხმა და აი რომ ვიძინებდი თუ არ იყო ჩართული მე ღვიძებოდა ეგრევე რაც არ ვიცი რას ნიშნავს ან რას ამბობს ეს ისტორია, მაგრამ ძალიან მიხარია რომ ეს არის ის პირველი მოგონება მუსიკასთან და არა რაღაც სხვა ჩვეულებრივი პოპსი სიმღერა ან რა რაღაც. და უკვე მე ჰამლეტ გონაშვილის მერე იყო უკვე მოცარტი და ბეთჰოვენი და ესეც კასეტაზე იყო და ძალიან განებიურებული ბავშვი ვიყავი მოკლედ ამით. კარგი მუსიკით. კი, კარგი მუსიკით, თორე შეიძლება და სულ სხვა გზით წასულიყო ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა პირველი გრძნობა რაც აქვს, ის ქონდეს ნამდვილად ჭეშმარიტი მაღალი დონის ან კლასიკური მუსიკა, ან მაღალი დონის გინდა პოპ მუსიკა, გინდა ქართული მუსიკა. და მე ძალიან გამიმართლა ამაში. რისიც მადლობელი ვიქნები დედა ჩემის ყოველთვის. და ეს მოგონება სულ არის. ჩემთან აი სულ მახსოვს ხმა. აი ბგერები მახსოვს და არა რაღაც სიტყვები ან სიმღერის დასახელება ან რაღაც არ ვიცი. მაგრამ ხმა მახსოვს. გიორგი, მე როგორც ამოვიკითხე რაღაც შენი ერთ-ერთი ინტერვიუდან, ძალიან პატარა ასაკში იყო მღეროდი. კი. უკვე იყო ესეთი გუნდი საგალობელი. ხო. აი თუ გახსოვს რაღაცა იმ პერიოდის შენი თავი იმ პერიოდში როგორი იყავი? ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ 4 წლის ვიყავი, მართვეს ერთადერთი ძველი მართვეს ერთადერთი გოგო ვინც იყო მაია მიქაბერიძე, მასთან შევედი ანსამბლში და იქ დავიწყე უკვე ენის ამოდგმა დავიწყე სიტყვასთან ერთად და ასევე დავიწყე ხალხური სიმღერის ღერა. ამან უკვე დღეს იმ ხელა რაღაც მომცა, რასაც ვერ ვიაზრებდი საერთოდ ეს რაღაც პოლიფონიური მუსიკა, 4-ხმიანი, 3-ხმიანი, როგორ იწყება ფრაზა, როგორ ვითარდება საერთოდ რა მასშტაბის და რა მწვერვალიც არის ფოლკლორული მუსიკა. დღეს ხვდები რამდენად კარგი რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ ესეთი პატარა ასაკიდან უკვე
დავიწყე ხმების გარჩევა, მეორე ხმა ხანახან კრიმანჭული, მაგრამ ნუ არ ვიცი, ვერ დავიკვე ხნო ძალიან გარი ვიყავი, მაგრამ ის ფაქტი, რომ დღეს ბახს ვუკრავ, ძალიან დიდი გავლენა აქვს იმ გურულ სიმღერებს მაგალითად და ხო დღეს რაც ვარ ძირითადად ამ ფოლკლორულმა მუსიკამ შემქმნა ესე და ძალიან კარგად მახსოვს რომ პირველი რომ მივედი მაშინ არ იყვანდნენ 4 წლის ბავშვებს მაგრამ რატომღაც დამტოვეს იმიტომ რომ ძირითადად რაც ხდება რომ კი შეიძლება იმღეროს 4 წლის და 3 წლის ბავშვმა მაგრამ ვერ გაჩერდეს და ვერ მოისვენოს. მაგრამ მე რაღაც ძალიან ესე როგორც მიყვებიან ძალიან ჩუმად და ვისმენდი ყველაფერს და ცელქი ბავშვი არ იყავი? არა. ცელქი ბავშვი ვიყავი მარტო ეზოში რომ თამაშობდი ფეხბურთს და ხუჭობანას და რაღაცა. ისე ძალიან მწვენოდა გონი და ასევე ძალიან მაინტერესებდა რასაც მღეროდნენ, იმიტომ რომ მაშინ უკვე ალბათ ესეც ის წინა ჰამლეტის ხმა არის, რომ ის რომ ქონდა ტვინში სულ იმის მიმსგავსებულს უკვე მე რომ მღეროდი ეს ალბათ ძალიან მაინტერესებდა. ეხლა არ ვიცი რთულ ფსიქოპორტრეტში ვერ შევალ და ვერ აღვწერ, მაგრამ ალბათ ეს არის ხო, რომ ძალიან ახლობელი იყო უკვე ის მუსიკა, რასაც უკვე იქ მასწავლდნენ უკვე 4 წლის ასაკში. და დღეს უკვე ძალიან მეხმარება ეს ყველაფერი, რომ ის ხმები, რომელსაც ვარჩევდი, უკვე თითებში გადმომაგ და ზუსტად ვიცი რა როგორ მოძრაობს და ძალიან მეხმარება ეს. შენთან რამდენი სიტყვა შენთან რამდენი გულწრფელი ალერსი რამდენი სიმღერა შენთან გიორგი, დედას დამსახურება ის რომ ეს ქართული პოლიფონიური მუსიკა შეგაყვარა და დღესაც ყურში გაქვს და შეუძლებელია ალბათ ხო ერთხელ მაინც მოისმინო ჰამლეტ გონაშვილი ამაში მეც გეთანხმები იმიტომ რომ მეც ბავშვობიდან მე ალბათ უფრო დედას თაობა ვარ და ნუ ჩვენ დროს თან მაშინ იყო ერთი არხი და ამ არხზე ძალიან ხშირად იყო ჰამლეტ გონაშვილის სიმღერა და ნუ მეც ყურში მაქვს სულ მაქვს ყურში მაგრამ მე მაინტერესებს ვინ აღმოაჩინა შენში ეს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი დედაზე კი ამდენს ვლაპარაკობ ახლა, მაგრამ ასევე დედასთან ერთად იყო დეიდა, რომლებიც აი რაღაც აი ორი დედა მყავდა და მყავს ახლას და აი ესე მართლა ვერ ვასხვავებ, იმიტომ რომ რა მაგიც ორივეს ერთად აქვს, ახლა ვერ ვიტყვი რომ ეს იმანქნა, ეს ამანქნა, რაღაც ერთად იყო ყველაფერი, ორივე პიანისტები იყვნენ. დეიდა ჩემი ახლა სამსკო სკოლაშია სწავლის, ანუ ისევ ესე არის. დედა ჩემი როგორც კი მიხვდა რომ ფოლკლორულ სიმღერაზე რომ დავდიოდი ანსამბლში, მერე რომ უკვე ფორტეპიანოზე დაკვრა დავიწყე და ასევე ცეკვაზეც რომ დავდიოდი უკვე 5 წლის ასაკიდან, უკვე მიხვდა რომ ხო ეს რაღაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე დედა ჩემ რაღაც მისი ცხოვრება ცოტა გვერდზე გადადოდა ჩემკენ გადმოვიდა და ძირითადად ეს რაღაც სტრესი რომელიც ბავშვზე გადმოდის ხოლმე რაღაცა ძალიან დიდი დაბნევა ხდება და ძალიან დიდი სტრესია ბავშვზე იმიტომ რომ ის გრძნობს რაღაცა რომ რაღაც უდიდეს პასუხისმგებლობას რომ მისმა ცხოვრებაში ნომერ 1 ადამიანმა რაღაცას შეალია შენ გამო თავი მაგრამ ესე ძალიან დიდი მადლობა ღმერთს მაღალ ღმერთს რომ ესე არ აღმოჩნდა ჩემ ცხოვრებაში რომ რაც დედა ჩემის ინიციატივა იყო მე გავაგრძელე ეს სიყვარული და არა ის რომ მე რაღაც საქმე შემზიზღდა იმიტომ რომ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი მაგალითია ამის რომ ესე კი ნამდვილად ამაში კეთახმები ნუ ვერ უძლებენ
ბავშვები ფსიქიკურად ამას და ხშირად ძალიან ფუჭი დროის და ენერგიის და ნერვების ფლანგვა ხოლმე, მაგრამ ნუ დედა ჩემმა ეს რაღაც თავისი ცხოვრება დღემდე გადადო გვერდზე და დღემდე რაღაც ჩემს იმაზე არის სულ გულშემატკივრებს და დღემდე ვგრძნობ დღეს ახლა ეგრე აღარ არის რომ მას უწევს ჩემი სადმე წაყვანა მიყვანა მოყვანა ან ესე დამადგეს თავზე და მამეცადინოს მაგრამ ის რომ როგორ ბალეში ყოფს და ნომერ 1 გულშემატკივარი რო არის ჩემი ისევე როგორც მაშინ ხო ნუ ეს რაღაც ძალიან დიდი ამაგია და ხო ძალიან მიხარია ეგ რომ ისე აღმოჩნდა და გამართლდა მისი და ჩემი იმედებიც ასევე რა სანამ გავაგრძელებთ ეხა საახალწლო დღეებია და ახალი წელი მართლა წარმოუდგენელია კოკაკოლის გარეშე. მე თან ზეროს ვამ და ხო, მეც ძალიან მიყვარს. ყველანაირი მიყვარს, თუმცა ამ შემთხვევაში ზეროს შემოგთავაზებ. მადლობა პროკოლ. გიორგი, აი ფორტეპიანო ახსენე და მაინტერესებს რამდენი წლიდან დაინტერესდი ფორტეპიანოთი და აი სამუსიკო სკოლაში მე მაგალითად ჩემს ბავშვობაში მიღებული იყო რომ რაღაცა ყველა ბავშვი უნდა ევლო მუსიკალურ სკოლაში, უნდა ესწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა და მე ძალიან გავაპროტესტე. შეიძლება ძალიან დიდი შეცდომაც დაუშვი, თუმცა ნუ ეხლა ჩემი სახით მსოფლიოს დიდი პიანისტი არ დაუკარგავს, ასე ვთქვათ. მაგრამ ეგ გარვიცით. არა, როგორ არ ვიცით, როდესაც არის რაღაც განსაკუთრებული ნიჭი, არ ამგონია რომ ხოლმე ეს წინასწარ, იმიტომ რომ ვერავინ ვერ მიხვდება ვის აქვს ნიჭი და ვის არა. ხო, ნუ ალბათ ეგ წლების მერე ხდება ეს ნიჭის ძალიან რაღაც გაბნეული სუბიექტური თემა, რაც ისე არავინ არის, აი რისგან შედგება ნიჭი, მე ხო არავინ არის, ამიტომ ეგრევე იმის გაგება ნიჭიერია თუ არა ბავშვი რამეში ძალიან რთულია. მაგრამ ხო მე ჩემი და ამ ინსტრუმენტის ერთად ყოფნა რამდენი წლის ასაკიდან დაიწყო? ხო, აი ფიქრობ რომ დაიწყო 4 წლის ასაკიდან, იმიტომ რომ რასაც სიმღერაზე მასწავლიდნენ, მინდოდა რომ ის ამეწყო მე. და მივდიოდი ინსტრუმენტთან და ორთიც ხმარობდი მარტო ამებს და ესე ვაწყობდი რაღაც სისულელეებს სრულიად. მაგრამ აი როგორც კი რადგან დედა და დეიდა ასე ჩართულები იყვნენ იმაში რომ ხო კლასიკური მუსიკა აუცილებელია და მეც ვთვლი რომ აუცილებელია. ოღონდ აი ადულად ვერ ვიტყვი მიზეზს რატო ძალიან ბევრი ამბობს რომ ტვინის უჯრედებს ხსნის და რაღაცა მაღალ ხელოვნებას გაზიარებს, მაგრამ მაღალ ხელოვნებას ასევე გაზიარებს თეატრი და რა ვიცი, კარგი ტილო და კარგი სიმღერა. ნეიროფსიქოლოგებს თუ დაუჯერებთ, ანუ ბავშვისთვის აუცილებელი კლასიკური კარგი მუსიკის მოსმენა იმისთვის, რაც შენ ახსენე, რომ ტვინს ან ვითარებს, მოკლედ ასე ვთქვა. არ ვიცი ეს დამტკიცებულია თუ არა, მაგრამ ასე ფორტეპიანო ასევე იმიტომ გონია რომ მართალია ეგ ფაქტი არის ის რომ ორივე ხელს ანუ ორივე ტვინის ნახევარსფეროს ავითარებ ცალ-ცალკე და ერთად მერე რომ დაუკრან ამ ხელება და იმუშაონ და კონტროლი ასევე რაღაც სტამინა რომ ყურადღება გაგეფანტოს და ძალიან ბევრი რაღაც ყური როგორ ისმენს ამ ყველაფერს და სწორია რომ ესე ეხა ყველა ბავშვი ნამდვილად ვერ ივლის მაგრამ რაღაც დონეზე ალბათ საჭიროა რომ ვასმენინოთ მაინც ბავშვებს კლასიკური მუსიკა.
4 წლიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობა. კაპუნი. შემდეგ აი ის პერიოდი მაინტერესებს, როდესაც მუსიკალურ სკოლაში მიხვედი, ძალიან ბევრი ბავშვისთვის რატომ ავყევი ჩემი ისტორია. ანუ ვიცი ჩემი მეგობრებისგანაც, რომ აი რაღაცა ეს არის რაღაცნაირი რუტინა, დაძალება, არ უნდათ იქ შეხვდათ მასწავლებელი, რომელიც ხელებზე ურტყავდა და ასე შემდეგ. ხო, მე ამაში შემთხვევაში როგორ იყო? ეს პირველი მასწავლებელი, ეს პირველი აკორდი, ეს პერიოდი მინდა რომ მომიყვე, გაიხსნა. ეს არის ძალიან კარგი პერიოდი, გადასარევი პერიოდი. მე ძალიან გამიმართლა ალბათ დღეს რასაც მოვყვები, მიხვდებით რომ ყველა ჯაჭვი ესეთი იქნება, რომ გამართლებას ძალიან დიდი ადგილი აქვს ჩემ ცხოვრებაში დღემდე, აი ამ წამამდე. რომ 6 წლის ასაკში რო ვიყავი და უკვე რო გადაწყვიტეს რომ მე შევისწავლო ფორტეპიანოზე დაკვრა, დედაჩემა და დეიდაჩემა გადაწყვიტეს რომ მათ მასწავლებელთან უნდა შევიდე. ანუ ვინც ასწავლიდა, პირველი მასწავლებელი ვინც იყო დედას და დეიდას, იმასთან შევედი მე. ანუ ეს იყო ძალიან ახლობლური და დამოკიდებულება. ანუ მე არ უნდა გამეცნო ეს ადამიანი, მე არ უნდა შემყარებოდა თავიდან, ამიტომ ის რასაც მეუბნებოდა, ჩემთვის უკვე ნაცნობი და უკვე მეგობარივით შემოვიდა ეს ინსტრუმენტი ჩემ ცხოვრებაში, რომ დედა და დეიდა ვისთანაც იყვნენ, იმასთან ვარ მეც, რაღაც ოჯახი, მეგობრობა, მუსიკა და ეს ყველაფერი ძალიან კაი კომბინაცია აღმოჩნდა, იმიტომ რომ ყველა ვინც დადიოდა ჩემ მხელა კლასელებიც სიმღერაზე ჩემი მეგობრები ვინც დადიოდნენ ყველა ამბობდა რომ ეს ძალიან არასასიამოვნო პროცესია, მაგრამ მე ვერ ვხვდებოდი ამას. მეცადინეობა არ მიყვარდა, ამას ვერ ვიტყვი, ვერ დავიბრალებ, მაგრამ მიყვარდა დაკვრა და მიყვარდა უკვე იმ ნაწარმოების ნელა დაკვრა კი არა, უკვე აი მადვილი რაღაც ჩერნის ეტიუდების უკვე სწრაფად დაკვრა, ისე რომ ორივე ხელი უკრავს უკვე. აი ეს პროცესი უკვე ჩემთვის საყვარელი იყო, მაგრამ არა მეცადინეობა, რადგან ძალიან დიდი ხანი გასტანა სხვათა შორის, ალბათ 15 წლამდე მე მეცადინეობა არ მიყვარდა, იმიტომ რომ ჩემთვის არ იყო საინტერესო, ალბათ იმიტომ რომ ნაწარმოებიც არ მქონდა ისეთი რომ მასზე მუშაობა შემყვარებოდა, არ ვიცი. მე ძალიან ბევრი ჩემი უკვე სამუსიკო სკოლის მეგობრებს უკვე დაბალი ასაკიდან უკვე ისეთ ნაწარმოებს აძლევდნენ რომ მე რაღა უნდა დაუკრას. ეგეც რაღაც გონია რომ არასწორია. კი, ერთის მხრივ ტექნიკა ვითარდება, მაგრამ მერე უკვე განვითარება აღარ აქვს ის რომ მერე რაღა უნდა ქნას, მერე რაღა უნდა დაუკრას თუ უკვე დაბალი ასაკიდან როცა ბავშვს არ ესმის როგორ გააკეთოს ფრაზა, რატო ვაძლევთ მას შოპენს. თუ არ იცის როგორ დაუკრას ტექნიკურად, ადვილად, ისე რომ არ ხედავდეთ ბავშვს როგორ იტანჯება კლავიშებთან, რატო ვაძლევთ მას ლისტს. რაღაც თანდათან უნდა ხდებოდეს და ამიტომ მეც რაღაც წლიდან წლამდე რაღაც სწორი გეზი მქონდა, რომ ადვილი, უფრო რთული და ხო, აი როცა უკვე ისეთი ნაწარმოებების აღება დავიწყე, რომელიც უკვე მეც მინდოდა რომ დამეკრა, მაშინ უკვე ის პროცესი, რასაც მუშაობა და მეცადინეობა ქვია, უკვე ხო, აი შემიყვარდა, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი 3-4 საათი როგორ უნდა იჯდეს ბავშვი ინსტრუმენტთან, რომელსაც არ უყვარს ის ნაწარმოები, რომელსაც უკრავს. ვერ ხვდები. ნამდვილად. ვერ ხვდები მართლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი კლასელი უკვე 10 წლებში ისეთ რაღაცებს უკრავდნენ, რაც არ უყვარდათ, მაგრამ ესე ამბობდნენ, რომ 7 და 8 საათი ისხდნენ ინსტრუმენტთან. მე რაღაც კითხვა გაქვს, ალბათ სად არის შენი ეზოში ჩასვლის დრო, სად არის შენი ის სოციალური აქტივობა, რაც ბავშვს აუცილებლად უნდა ქონდეს, იმიტომ რომ თუ პიანისტი მე პიანისტობას გააგრძელებს, 1 წლის 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 4 წლის წინ, 5 წლის წინ, 6 წლის წინ, 7 წლის წინ, 8 წლის წინ, 9 წლის წინ, 10 წლის წინ, 11 წლის წინ, 12 წლის წინ, 13 წლის წინ, 14 წლის წინ, 15 წლის წინ, 16 წლის წინ, 17 წლის წინ, 18 წლის წინ, 19 წლის წინ, 20 წლის წინ, 21 წლის წინ, 22 წლის წინ, 23 წლის წინ, 24 წლის წინ, 25 წლის წინ, 26 წლის წინ, 27 წლის წინ, 28 წლის წინ, 29 წლის წინ, 30 წლის წინ, 31 წლის წინ, 32 წლის წინ, 33 წლის წინ, 34 წლის წინ, 35 წლის წინ, 36 წლის წინ, 37 წლის წინ, 38 წლის წინ, 39 წლის წინ, 40 წლის წინ, 41 წლის წინ, 42 წლის წინ, 43 წლის წინ, 44 წლის წინ, 45 წლის წინ, 46 წლის წინ,
ისედაც ძალიან მარტოსული ცხოვრება და ვერ მიხვდება როგორ გამოიყენოს ის დრო, როცა ინსტრუმენტთან არ არის. ამიტომ ბავშვმა უნდა იცოდეს ურთიერთობა. ბავშვმა უნდა იცოდეს, უნდა ისწავლოს და უნდა ინტეგრირდეს მეგობრებთან. აუცილებლად. და თუ ადამიანი მეგობარს ვერ იჩენს, ეს პრობლემად უნდა აღვიქვათ და არა ის, რომ მას მუსიკა აინტერესებს მხოლოდ, ეს პრობლემაა და ძალიან ბევრ პრობლემურ მუსიკოს ხედავთ დღეს და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ამის. კი, ნამდვილად. მომისმენია ასევე რომ შენი პროფესიული შთაგონების წყარო გახდა არგენტინელი პიანისტი მარტა არგელიხი, რომელიც რაღაც პერიოდის მერე უკვე პირადად გაიცანი და გქონდა ეს რაღაც ბედნიერება. აი რა ემოცია გქონდა გიორგი, როდესაც აი ესე ახლოს გაიცანია ეს ადამიანი? აი არ მახსოვს, ვერ აღვწერ საერთოდ რა ხდება, იმიტომ რომ როდესაც რაღაც პროკოფიევის მესამე კონცერტს მეშვიდე სონატას, კარლატის სონატას სწავლობ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა შეგაყვარა, როდესაც YouTube-ზე usმენდი მას და მე უცებ 2019 წელს ის რო ხდება, რომ კონკურსზე გადიხარ, სადაც ჟიურის თავმჯდომარეა და ის გადმოგცემს, ის გადაწყვეტს, რომ პირველი ადგილი გეკუთვნის და შენ გადმოგცემს ჯილდოს, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ შენ რაღაცა ყველაზე კარგად უკრავდი იმ კონკურსანტებს შორის. არ ვიცი, აქ ჯაჭვი სად არის, საერთოდ ვერ ხვდები, ვერ ვაანალიზებ, სად ანუ რანაირად ხდება ის, რომ რაღაცა ის ადამიანი არგენტინელი ვიღაც ადამიანი, რომელიც რაღაც ღმერთად ყავს აყვანილი ინსტრუმენტის ღმერთად არ მინდა რომ ხალხმა ხო, სხვანაირად გაიგოს. კრეხელობად ჩამომართვას. ხო, ანუ უცებ მე ვხვდები მას და მე ვხვდები ესე რომ მან გადაწყვიტა რომ მე ვარ რაღაც საუკეთესო და მე იქიდან იწყება ჩვენი რაღაც ურთიერთობა ჟენევაში რომ წავედი უნივერსიტეტში მაშინ რაღაც იაპონიის თუ აზიის ტურზე იყო 2 თვე და 2 თვე მის სახლში ცხოვრობდი და უკვე იქ რაღაც ის ურთიერთობა სხვაგან რო გადაინაცვლა ამ ურთიერთობამ და მოწერა და მე წინანდლის ფესტივალზე და მე ვიღაცებისგან ვიგებ რომ მახსენებს სადღაც და მოკლედ, ანუ არ ვიცი, ხა არ მინდა რომ ისე ვილაპარაკო რომ მე მახსენებს რაღაც, მაგრამ უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ის ადამიანი რომელიც ესე მის გამო უკრავ ფაქტობრივად, იმიტომ რომ 12 წლის ასაკში ეს ადამიანი რო არ ყოფილიყო, ზუსტად ვიცი რომ ძალიან მალე დავამთავრებდი, ან არ შემიყვარდებოდა, ან გავაგრძელებდი მე პიანისტებს, იმიტომ რომ ამ ადამიანმა მე მაჩვევენა, რომ ფორტეპიანოსთან მასწავლებელი კი არ უკრავს ადამიანი და რაც უნდა ის უნდა აკეთოს და როგორც გრძნობს მუსიკას ისე უნდა იყოს და თავისუფალი უნდა იყოს და როგორ უნდა გამოიყურებოდეს სცენაზე, იმიტომ რომ არ აინტერესებს ხალხს ზოგჯერ მუსიკოსებს არ აინტერესებთ როგორ დგანან სცენაზე ან როგორ სხედან, იმიტომ რომ გონიათ რომ მარტო მუსიკა არის, მაგრამ ხალხი როცა კონცერტზე მოდის, ის ასევე გიყურებს შენ და ეს რაღაც ერთმთლიანი პერფორმანსია, ეს სიტყვა რო ვიხმაროთ, ხო? ხო და მან მასწავლა ეს ყველაფერი და მის გამო გავაგრძელე ეს საქმე.
გიორგი, ეხა ახსენე, რომ აი სულ რაღაცა ყველა ეტაპზეო, რაღაც მიმართლებდაო, ხო? თუმცა აი რაღაცა წარმატებისკენ მიმავალი გზა არასოდეს არ არის ხოლმე, სულ რაღაცა კეთილი ადამიანებით გარშემორტყმული, ხო? ყველა სფეროში ასეა. არა მხოლოდ ვთქვათ შენ სფეროში. ნუ იყო ალბათ ძალიან ბევრი სიხარული, რასაც ჩვენც გვიხაროდა, ხო, შენი წარმატებები ყოველთვის და მე საერთოდ ვამბობ, რომ როდესაც აი გამოჩდი შენ ესე ფართო საზოგადოებისთვის, მაესტროსაც ვეუბნებოდი სხვათა შორის, რომ რა კარგია, რომ აი ესეთი ახალგაზრდა თაობა მოდის, იმიტომ რომ როდესაც ესეთ ნიჭიერ ადამიანებს ვუყურებთ, ჩვენ სულ ფიქრობ, რომ არ გადავშენდებით არასდროს. მაგრამ ალბათ იქნებოდა რაღაცა გულის ტკივილებიც, ხო? თუ შენ ცხოვრებაში ეს არ ყოფილა. ნუ გულის ტკივილი ძალიან ბევრი იყო, ესე ყველა დიდი გულის ტკივილი იყო 2020 წელს, როცა ჩემი სათაყვანებელი პროფესორი გარდაიცვალა, დავიწყოთ ამაზე საუბარი, 10 წლებში გადავედი და ჩემი პირველი მასწავლებელი ბელა იცნობდა 10 წლებში ქალბატონ ლალიკ ჩეულიშვილს, რომელიც ასწავლიდა 10 წლებში და გადავედი მასთან. ლალიკ ჩეულიშვილის ქმარი იყო ბატონი რევას თავაძე და მან მოისურვა და მე და ერთი სხვა უნიჭიერესი, უკარგესი პიანისტი დავით ხრიკული მე და დათო მასთან ყოფილიყავით, ორი პიანისტი მხოლოდ. აი ეს უკვე ის ჯაჭვია, რომელზეც საუბრობდი და მივედი რევას თავაძემდე. რევას თავაძის პერიოდში, ეს იყო 2015-2020 წლები, მე არ მგონია, რომ ვინმემ ან ოდესმე რამემ შეძლოს იმდენის მოცემა ამ 5 წელიწადში, საერთოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მგონია, რომ ვინმე იმდენი მომცეს და მასწავლოს ამდენიც 5 წელიწადში ამ ადამიანმა, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ფორტეპიანოსთან ურთიერთობას არ ვსწავლობდი მე ვისწავლე როგორი უნდა იყოს ადამიანი ინსტრუმენტთან, ინსტრუმენტის გარეშე, როგორი უნდა იყოს მუსიკოსი, ხელოვანი, იმიტომ რომ ხანდახან ისე ხდებოდა ხოლმე, რომ როდესაც რაღაცას ვუსმენდით ხოლმე ერთად გაკვეთილის წინ, რომ აი ნახე მოდი ესე აი ეს ენერგია უნდა მაგალითად ბეთჰოვენის 30-ე სონატას მაგალითად, მაგრამ ჩვენ არ უსმენდით პიანისტებს. აი მაგალითად ბეთჰოვენის მე-17 სონატა უნდა დააიკრას ისე, როგორც იდგმება შექსპირის ქარიშხალი. უცებ რაღაც პირველ გაკვეთილზე რო ეს თქვა, რაღაც მე რაღაც გამიკვირდა რა შუაშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან. მაგრამ მე არ სწავლობდი პიანისტებისგან რაღაცას, მე ვსწავლობდი რაღაც იდეას, რაღაც რა უნდა იყოს კონცეფცია რაღაცას ვუკრავ. და აი რაც ეს ვისწავლე, საერთოდ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება საერთოდ მუსიკისადმი. რომ ყველა კონცერტი, ყველა ჩემი გამოსვლა რაღაც იდეას, აზრს უნდა ატარებდეს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გამოსვლა, ვუკრავ და წავედი. ხალხი რა მოდის კონცერტზე, თითოეულმა მსმენელმა უნდა იგრძნოს, რომ იმის გამო მოდის, რომ აქ რაღაც მოხდება. აქ რაღაც ხდება, რაღაცას ყვებიან, ვინც სცენაზე დგანან, ისინი რაღაცას გვიყვებიან ჩვენ და ჩვენ უნდა გავიგოთ ეს. აი ეს ყველაფერი, რომ მე რაღაც იდეას უნდა ვატარებდე, რაღაც თითოეული ნოტი რაღაცას უნდა ყვებოდეს და არ არსებობს მხოლოდ ლამაზი მუსიკა მაგალითად. და თუ არის მახინჯი მუსიკა და თუ არ არის ლამაზი ბგერა, ესეც აზრს ატარებს, რომ ხშირად მასწავლებლები ამბობენ, რომ ნუ ურტყავ, ნუ იმაშები, მაგრამ აი ვთქვათ, პროკოფიევსთან რო არის, უნდა ჩაარტყა, უნდა ისმოდეს მეტალის ხმა, უნდა ისმოდეს მაგალითად.
ხო აი ეს ყველაფერი მასწავლა ამ ადამიანმა და 2020 წელს 16 დეკემბერს როცა მომივიდა მესიჯი მისი სოლისგანო შენი რეზობაბუ აღარ არისო იმის მერე აი რაღაც მორჩა აი რაღაც ფარდა ჩამოეშვა თითქოს და რაღაც ახალი უნდა დაიწყოს აქედან იმიტომ რომ რეზო რო ცოცხალი ყოფილიყო მე არც ვიფიქრებდი რომ სხვა ქვეყანაში გავაგრძელო სწავლა იმდენად მიჯაჭვული ვიყავ იმდენად ეს იყო რაც იყო აი არ მაინტერესებდა ცნობილი პიანისტი ვიქნებოდი კონცერტები მექნებოდა თუ არა აი თავად იყო მასთან ურთიერთობა მის სახლში მის ოთახში ახალი ნაწარმოებების მიტანა და მუშაობა და მოსმენა და ყურება ფილმებს ერთად ვუყურებდით 80 წლის კაცი იყო და აზროვნებდა ისე როგორც 20 წლის ადამიანი უნდა აზროვნებდეს და უნდა იყოს სიახლეების მოყვარული მაგალითად იმიტომ რომ ეს არ ხდება ანუ იშვიათად კი არა არასდროს არ ხდება ანუ ეს იყო რაღაც უკანასკნელი მოჰიკანი იმ ადამიანების რომლისგანაც რაღაც შეიძლება ისეთი ისწავლო რომ გაგიკვირდეს ამის სწავლა თუ შეიძლება საერთოდ ან ისეთი რაღაც ისწავლო რომ მიხვდე რომ ყველაფერს ხვანაირად უყურებ ამის შემდეგ აი ერთი დეტალის შეცნობის შემდეგ ყველაფერს ხვანაირად უყურებ აი ეს ადამიანი იყო ესეთი აი ხო და ეხა ძალიან რთული იყო მისი წასვლის მერე ჩემი ფორტეპიანოსთან ურთიერთობა ისე რომ მე თბილისში დავჩენილიყავი და დაიწყო ახალი ეტაპი 2020 წელს მაგრამ ესეც იყო რაღაც მან რაღაც იქნებ მიხვდა ის ადამიანი რომ ჩემი იქ დატოვება არ შეიძლებოდა და იქნებ რაღაც აი ბედ იღბალს თუ რაღაცას რომ ვაბრალებ ამ ყველაფერს იქნება ესეც ის იყო რომ მან გამიშვა რაღაც სხვა შრეზე სხვა გაზომილებაში რომელსაც მე უკვე ერქვა მარტა არგერიხის თაოსნობით ნელსონ გერნერთან ჩაბარება ჟენევაში ის პერიოდიც მინდა რომ გაიხსენო როგორ მიგიყო ეს ძალიან დეპრესიული პერიოდი იყო აი ძალიან იმიტომ რომ ხო აი რასაც ახლა ვლაპარაკობდი რეზოზე იმის მერე რა ძალიან დიდი სიცარიელე იყო და თან ასევე პირველი ჩემი წასვლა იყო როცა მარტო უნდა მეცხოვრა ჟენევათან აღმოჩნდა ისეთი ქალაქი რომელმაც ჩემი ექსტროვერტობა ვერ მიიღო იმიტომ რომ მე ძალიან ექსტროვერტი ვარ მოკლედ ძალიან სულ ურთიერთობა მინდა ხალხთან და ხო ძალიან ჩაკეტილი საზოგადოება ხო ან ჩაკეტილი და ძალიან აი როგორ იცი ყველა თავის აი საქმეს ისე უდგება როგორც თავის ცხოვრებას ვერ აღწერ როგორი დეპრესიული პერიოდი იყო უბრალოდ მასწავლებელი პროფესორი იყო საუკეთესო ნელსონი და მასთან გატარებული ის 2 წელიც 2 წელი, აი მე იქ რო ვიყავი 2 წელი დღესაც ვერ ვიჯერებ. 2 წელი ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ სხვა რაღაცები მასწავლა რეზოსთან უფრო რაღაც მეგობრული დამოკიდებულება რო იყო უკვე ძალიან დიდი ხანი აქ რაღაც უცებ მივხვდი რომ გონი ძალიან ბევრი რაღაც სასწავლია კიდე. ძალიან ბევრი რაღაც აი არ ვარ ტექნიკურად მასტერი და რაღაც კიდე დასახვეწია ძალიან ბევრი რაღაც და ეგ 2 წელი იყო მაგის. უბრალოდ ქალაქმა ისე ჩამკეტა და ისე დეპრესიული გამხადა რომ იქიდან უნდა წამოსულიყავი აუცილებლად და მე წავედი ბერლინში და უკვე ბერლინში ვარ დღემდე და ეს არის ქალაქი სადაც უნდა ვიყო მე ალბათ. My name is Georgi Gigashvili and I'm a pianist. ოცნება მაქვს რომ აქ გავაკეთო რაღაც კოლეჯი ან სასწავლებელი რაღაც ისეთი როგორც მე მინდა, მაგრამ ნუ ხო. ძალიან კარგი იქნება. ძალიან კარგი იქნება. ესე იგი შენ ხარ გიორგი
მუსიკოსი, რომელიც რაღაცა ყველა ჟანრით ხარ დაინტერესებული, ხო? შენი ბავშვობიდანაც ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ არსებობს ამისი მიზეზები და საინტერესო ექსპერიმენტებსაც ატარებ ხოლმე, რაც ჩემთვის როგორც რიგითი მსმენელისთვის არის, არ ვიცი, მართლა დიდი რაღაცა ბედნიერება და ეს თქვენი ხო რაღაცა ეს ახალგაზრდები იმდენად ბევრ კარგ რაღაცებს აკეთებთ, რომ ძალიან მიხარია და მოსასმენათაც ეს არის მართლა ყურისთვის არაჩვეულებრივი. Drinking from your glass, dancing with myself, and I craving for your love. მაინტერესებს აი რითია ექსპერიმენტები გამოწვეული. შენი ახსნა მაინტერესებს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო საერთოდ დასაწყისშივე აი 2020 წელს როცა ჩავიკეტეთ და უკვე ნინი ნუცუბიძე ჯანგო აქ იყვნენ და უკვე შევიკარით ერთად. ჩემთვის ისედაც მაგამდე ძალიან დიდი გამოწვევა იყო ქართული სიმღერა. იმიტომ რომ ძალიან არ მომწონდა, რასაც უკეთებდნენ, რასაც უშვებოდნენ, როგორც მღეროდნენ ჩვენ გარშემო. რაღაც ისე უდგებოდნენ ამ თემას თითქოს რაღაც არქაული მუსიკაა და ეს არის რაღაც უკან და გასახსენებელი მუსიკა და მუზეუმში შემოსადები მუსიკა და მე საერთოდ არ ვფიქრობდი და არ ვფიქრობ ესე. მე ჩემში დამაქვს ბედნიერება ყველგან პოულობ მშვენიერ ფერებს პოულობ სიმღერის ბგერებს და ყველგან მშვენიერს ხედავ ამიტომ სიმღერას ვხედავ ისეთი ქართული სიმღერები გვაქვს გინდა საესტრადო და გინდა პროფესიული რომ ამის ახლებებურად და დღევანდელ დღეზე მორგება წარმოუდგენელია როგორ არ მოსდის ბევრ ადამიანს ეს აზრად რომ გავათანამედროვოთ კი არა ეს სიტყვა არ მიყვარს. უბრალოდ ის სათქმელი თქვას სიმღერამ რაც დღევანდელ დღეს სჭირდება. აი ეს უკვე გათანამედროვებაა. ისე იმღერო რაღაცა, ისეთი არანჟირება იყოს, ან ისეთი ვერსია იყოს, რომელიც გამოხატავს დღევანდელი დღის სათქმელს. აი ეს იყო ჩემი გამოწვევა, მინდოდა ძალიან რომ ეს გამეკეთებინა, რა თქმა უნდა ეს 20 წლით ადრე დაიწყო ნიკოლოზ ზურაჭველმა უდიდესი წარმატებით და მისი გავლენა არის ჩემში ძალიან დიდი და ძალიან ხო მადლობელი ვარ აი ამისი რომ ეს ქართული სიმღერა აღმოჩნდა ის ნიკასგან რამაც ძალიან დიდი ინსპირაცია მომცა რომ მეც გავაკეთე უბრალოდ მე ორკესტრისთვის არ ვაკეთებ ესე დიდ რაღაცებს არ ვეჭიდები რამ ხელას არა მე ჩემი ეს არ არის ჩემი უფრო რაღაც უფრო კამერული რაღაცა არის ჩემი რომ რაღაც ფორტეპიანო და ხმა აკეთებდეს რაღაც იმ საქმეს რაღაც ჭირდება სიმღერას მაგალითად და სიმღერას ჭირდება ის რომ არ იყოს მომღერალი მარტო იმიტომ რომ მომღერალთან ერთად ფორტეპიანოც მღერის და ეს რაღაც შერწყმა მერეკატო კვარაცხელიასთან ეს პროექტი რომელსაც ძალიან ვამაყობთ ორივე ადამიანის ხმა ეს ქართული სიმღერა ავიყვანეთ რაღაც იმაზე რომ ადამიანი ამ ცალკეულ სიმღერებს რო უსმენს რაღაც აზრი გამოაქვს ერთი საერთო ამბავი შუაღამის ვარსკვლავივით შორსახა სილამაზით თვარესთანაც სორსახა რამდენი სათქმელი აქვს ქართულ მუსიკას და რამდენაირად შეიძლება რომ ეს სათქმელი თქვას და ხო აი ძალიან მე ძალიან ბევრი პროექტი დაგვეხმა მაგრამ იმაში რომ ეს დიდ აუდიტორიამდე მიგვეტანა და ხო აი ეს იყო და სულ ნინისთანაც კატოსთანაც ჯანგოსთანაც ნიკალასთან ერთად მე ელექტრონული ვერსიები შემოვიდა და ძალიან
დამაინტერესა ამ განხრამ. ეხლა საერთოდ ყველა ჟანრს ერთმანეთში ვურევდა, ერთად რაღაც უფრო სხვანაირი რაღაცები გამოდის და მოკლედ, აი მივყვები სადამდე მიმიყვანს ჩემი ინსპირაცია და მე შთაგონება და მე რაღაცა ის რაღაც ალღოს მივყვევები ჩემსას და ჯერჯერობით თუ ღალატობს ჯერჯერობით, იმედი არის მომავალში არ მიღალატებს. არა, არ გიღალატებს. გაქვს აი სცენაზე გასვლის წინ რამე ესეთი კონკრეტული რიტუალი, რომელსაც მუდმივად ასრულებ. კი, მაქვს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვე. იმიტომ რომ მე აღარ მჯერა რომ ეს იმოქმედ მე. კი ბატონო. მაგრამ მეორე მიზეზი რატომაც არის ეს, რომ იმდენად ანუ სირცხვილია რომ ეხა ეს მამა თქვა, ისეთი იდიოტური რაღაც არის მართლა. და ხო ჯერა იმისი რომ რაღაცა იცი არის ერთხელ ვცადე რომ მოდი არ გავაკეთებ ამას და ისე გამოვედი სცენაზე და მაინც კარგი კონცერტი იყო, მაგრამ რაღაც მგონია რომ უფრო მშვიდად ვარ ხოლმე ამას რომ ვაკეთებ. შეიძლება არც არაფერს არ ცვლის. დარწმუნებული ვარ ალბათ რომ არაფერს არ ცვლის, მაგრამ აი ხოლმე ტვინში რაღაც მეხმარება რომ აი ეს თუ არის ჩემ გვერდზე და თუ ამას ვაკეთებ, კი აი ეს რაღაც უკეთესი იქნება, არ ვიცი რაღაც. დღეს ხელოვნება თავის სათქმელს ამბობს ქუჩაში და დღეს ხელოვნება სცენაზე აღარ არის და ამის ადგილი არის მხოლოდ რუსთაველზე. ბოლო 1 წელი ამ ქვეყანაში მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა არ არის და შენ როგორც მართლა გამორჩეულად ნიჭიერი პიანისტი, ასევე გამორჩეულად კარგი და სწორი მოქალაქე ხარ. რაღაცნაირად შენს ამ რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე, აქტიური ხარ Facebook-ზე პოსტებით, ხედავ ხოლმე აქციებზე, როდესაც საქართველოში ხარ. სულად არაადეკვატური ვარ ხოლმე, რო ვბრაზდები ხოლმე, მაგრამ ნუ ძალიან რთულია აი მაინტერესებს რა, როგორია შენი განწყობა დღეს? და როგორ ფიქრობ, რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ შეიცვალოს ამ ქვეყნისთვის სასიკეთოდ მდგომარეობა? მართალია, შენ მუსიკოსი ხარ და პოლიტიკოსი არ ხარ, მაგრამ შენ როგორც მუსიკოსი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რაში ხედავ გამოსავალს? მარტო პოლიტიკოსები არ ფიქრობენ პოლიტიკაზე და ეს ძალიან გავრცელებული და ძალიან სწორი ფორმა. გეუბნები ამას, იმიტომ რომ ვიცი, უბრალოდ ეს მინდა რომ ვინც გვისმენს იმათ მაგაიგონ. ხო, აი ეს ხშირად არის ხოლმე, რომ მიხედა შენ საქმეს შეეშვი პოლიტიკას. პოლიტიკას სხვა რამეა და როდესაც შენი ქვეყნის ბედი გადარდებს, ეს პოლიტიკის სხვა განხრა კიდე, ნუ სამშობლოს სიყვარული არ უდრის პოლიტიკოსობას. პოლიტიკოსი ვინც არის ზუსტად ის არ არის პატრიოტი დღეს და ვისაც ქვია პოლიტიკოსი ის მას არ უყვარს როგორც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა ზუსტად. ხო, აი საიდან დავიწყო არ ვიცი, იმიტომ რომ იმდენად დიდი თემა ეს როდესაც ბერლინში ხარ ან კონცერტს უკრავ იმ ადამიანებისთვის რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება შენს ქვეყანაში და დიდად არც ხო მეც რო ვიყო ალბათ გერმანელი არც მე არ დამაინტერესებდება რატო ვარ მე აფორიაქებული მაგალითად როცა მათთვის ყველა სულ სიმშვიდეა აი გერმანელზე ყველა ადამიანს ის რო ახსენდება პირველი რომ აი ავტობუსმა თუ დააგვიანა ისინი გიждდებიან ეხა ეს გადაჭარბებულია მაგრამ ასევე აი ეს რო აქვთ საზრუნავი და აფორიაქებას ეს რო გამოიწევს ეხა მე როგორ ავუხსნა რომ ირაკლი
ჭობახიძის განცხადება, რომელიც სრულიად ამორალურია, ეს მაღელვებს მე. აი, საერთოდ აცდენა პრობლემებში და თემებში აცდენა, მაგრამ ასევე მე როდესაც კონცერტს ვუკრავ, მომყვება სარჩული, ქვეყნის სარჩული და ამიტომ კონცერტი შეიძლება უკეთესი გამოვიდეს. ესეც არის, რომ ერთი პლუსი აქვს ამ ტრაგედიას მოყვება უკან შენ თვითონ რაღაც ის, რომ გაბრაზებული რო ხარ რაღაც ისეთ მუსიკას უფრო დამაჯერებლად უკრავ. არის ჩემი მეგობრები, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, ის ადამიანები, ვინც ჩემ კონცერტებზე დადიან, ვისაც მე პატივს ვცემ. მიხარია, რომ ის მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც მე პატივს ვცემ, ისინი არიან სწორ პოზიციაზე. და მიხარია, რომ ის ადამიანები, ვინც აღმოჩნდნენ არასწორ პოზიციაზე, ეს ადამიანები არც ისე არ ყოფილან ჩემთვის მის საბაძი ადამიანები. ხო, და ავტორიტეტები. ხო. როცა აქეთ არის ნიკოლოზ რაჭველი და აქეთ არის ბევრსაც ვერ ჩამოვთვლი ასევე. მაგრამ ის ადამიანი აი ბექა გოჩიაშვილი რო აქეთ არის. რატო არ უჩდება იმ ქართული ოცნების ამ მომრჩეველს, რომ რაღაც არის არასწორი და რატო უნდა გამოდოს სხვა პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ მინიმუმ თვეში ერთხელ ნიკოლოზ რაჭველის ფოტო როგორ ამბობს და როგორ წუხს, უბრალოდ წუხს ამ ქვევას და რაღაც დაჯღანული რაღაც უპოვეს ფოტო თუ ვიდეოდან ამოიღეს რაღაცა ფოტო და უნდა მიასიონ ტროლბოტები აგინონ და აი ეს რაღაც ვითომ რაღაც დიდ შეურაცხყოფას აყენებენ და ვინც მუშაობს მე ამ პროპაგანდისტულ ტელევიზიაში და ვისაც ვნახულობ მე ძალიან იშვიათად მიხარია, მაგრამ ვნახულობ მე და ამაზე პრობლემა არ გააჩნია, მე გამაჩნია, მაგრამ ნიკ არის ის ადამიანი, რომელიც მაგალითად აი თავიდან ბოლომდე არის ადამიანი, კეთილი ადამიანი და არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ისეთი სუფთა და უწყინარი, რომ არ შეუძლია ეხლა რომ პირადად რომ მიესალმება ვიღაც ადამიანი, ვინც მის აზრზე არ არის, რომ ესე გამარჯობა არ უთხრას, მე შემიძლია. იმიტომ რომ ეს აღარ არის უკვე არჩევანი, რომ მე ეს მომწონს, მე ის მომწონს. შენ ან სიამოვნებს ტიტუშკების მიერ ადამიანების ცემა, ან არ მოგწონს. მარტო ამაზე რომ დავიყვანოთ, მარტო ამაზეა. და ეხლა შენ თუ ამართლებ იმ ფაქტს, რომ და მოგწონს ის ფაქტი და ჩუმად ხარ პირმოკუმული, რომ ადამიანებს, ჩემ მეგობრებს და ასევე შენ მეგობრებსაც ასისხლიანებენ და ციხეში ყავთ გამოკეტილი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე მორალური რაღაც ზნეობა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ქუჩაში შეხვდები გამარჯობა კითხე. ძალიან დიდი ბოდიში და გამარჯობა არ არის ის რომ მე ვარ უზრდელი ადამიანი, მე ამორალურ ადამიანებთან საერთო არაფერი არ მინდა რომ მქონდეს და ძალიან ვნანობ იმ ბედნიერ წუთებს, რომელთანაც მე ვთვლი რომ საერთო მქონდა და თურმე მორალური ზნეობრივი ისეთი აცდენა გვაქვს, რომ საერთოდ ვერ ხვდები სად ვიყავი და რა ღირებულებებზე იდგა თუნდაც ის მეგობრობა, რომელსაც ჩვენ მეგობრობას ვეძახდით. არავის მე ცუც არ ვუსურებ, არასდროს პუტინის გარდა არავის. უბრალოდ ზუსტად
ძალიან მინდა რომ ყველას ის მოეზღოს უკან, რასაც ის აკეთებს. რასაც უკეთებენ სხვებს. ხო, ეს კარგს ნიშნავს თუ ცუც არ ვიცი, მაგრამ აი ამდენი წელი ახალგაზრდების გამწარება და დროის იმაში ფლანგვა, რომ ჩვენ ხო რაღაც ღირებულებები გაგვაჩნია და გვინდა რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვრობთ და არ ვიდგეთ რუსთაველზე 10 საათი, აი ამ დროის დაკარგვას მე არ ვაპატიებ არავის დროის ფუჭად გაფლანგვას, იმიტომ რომ ეს დრო ყველა ჩემ მეგობარს უნდა გამოეყენებინა საკუთარი თვით განვითარებისთვის მაგალითად და საკუთარი ბედნიერებისთვის და არა იქ გომისთვის და მე ვერ ვარ ხოლმე მათთან აქციაზე და მე ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, ვინც გაუტეხლად დგას იქ. და არ უშინდება ამ ყოველად სამარცხვინო განცხადებებს და კანონებს. ვინც შენი ამომრჩეველი არ არის, მტერია ხო, კომუნისტური რაღაც იდეოლოგია, ვინც ჩვენი მეგობარი არ არის, ჩვენი მტერია. ხო და იყვნენ ძალიან კარგად. მე მიხარია რომ ჩემ კონცერტებზე მაგალითად მოდიან აქ ასევე მოდიან ის ადამიანები, ვინც მე გულით მიყვარს და რა ქვია, მათი სახეების დანახვა მიყვარს და არა ის ადამიანები, ვინც ადამიანებს პატივს არ ეცემენ. ბოლოს აუცილებლად უნდა კითხო, შენი ოცნება მოვისმინე, რომ გინდა რაღაცა მუსიკალური კოლეჯის გაკეთება და არაჩვეულებრივი ოცნება, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად აგისრულდება ეგ ოცნება და ამ ქვეყანას ჭირდება ძალიან. შენი უახლოესი გეგმების შესახებ მინდა გკითხო. აი არ ვიცი, ეხლა მაქვს ზუსტად ორკვირიანი დასვენება და იანვრიდან უკვე მივდივარ და მაქვს არანაირი ამოსუნთქვის საშუალება არ მაქვს, ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ცოტა ეს დასვენება თბილისში ყოფნა ჩემი მეგობრების დანახვა იმდენად მჭირდებოდა, რომ იმიტომ რომ ეხლა იანვრიდან რო დავიწყებ, პირველი დასვენება მექნება ივლისში. და რისის მადლობელი ვარ, ხო ძალიან მიხარია და ამაზე ვერ ვიწუწუნებ, რა თქმა უნდა. რთულია ასევე ფიზიკურად, მაგრამ ისეთი საინტერესო პროექტებია, ისეთ საინტერესო ორკესტრებთან, ისეთ საინტერესო დარბაზებში, ქალაქებში, ამერიკის ტურიც არის იქ და მოკლედ ხო ძალიან დიდ რაღაცებისთვის ვემზადები, ესე კონკრეტულად არც მინდა რომ ვთქვა. კი ბატონო, ძალიან მიხარია, ძალიან გულშემატკივრობ და რა თქმა უნდა ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ. მადლობა. მადლობა თქვენ.